მოგესალმებით. ნამჯის სახლიდან დიდი ხანია აღარ გამოუჩენილ ვარ, რაღაც პირადი ჯანმრთელობის მიზეზების გამო ერთი სიტყვით ძალიან ცუდად წავიქეცი ეგრეთ წოდებულ სკროლზე, სკუტერზე და ამოვიგდე ხელი, მხარი. მცირე მოტეხილობით და სადღაც 2 თვე ნახევარია წვალობ და ვცდილობ რომ მოვიდე აზრზე. ჩემი რჩევა იქნება მოვირიდეთ სკროლებს, მით უმეტეს ბავშვები, ახალგაზრდები, რადგან არაა ჩვენი არც ველობილიკები უსაფრთხო და არც ჩვენი გზები. კი ამბობენ უსაფრთხოა, მაგრამ ბევრ რაღაცას ამბობენ. მოკლედ დავიწყოთ პოზიტიურით. ხელს ოდნავ ამოძრავებ, შემილია ოდნავ აწევა, მაგრამ არ შემილია ჯერ ეს ხვენში ასვლა ზემოთ, მაგალით არ შემილია რაღაც აქტიური ესეთი მოძრაობების კეთება, შემილია მსუბუქად აი ლესვის დაწყება, დაუშვათ მოუზილე აქ ახლა. მეორე პირი უნდა წაუსვა, გუშინ წაუსვი ერთი პირი საცდელად და ხელით შევამოწმე, მეტკინებოდა თუ არა და ცოტა მტკიოდა, მაგრამ არა უშავს. ასატანი ტკივილი იყო და ეგ აჩვენებთ ნამუშევარს. ეგ ახლა ხედავთ აი პირველი პირი როგორიცაა, ეს ეგრეთ წოდებული გრუპი პირი. აი ესეთი ცუდად შეუხედავია, ასე ვთქვათ, ულამაზო და აი მეორე პირს გაჩვენებთ. ასინათლე არ არის, არ ვიცდები რა ვანთო. ესაა მეორე პირი, ფაქტიურად. აი ესე. ხედავთ. ესაა მეორე პირი. მეორე პირი ამ ოთახში და ამ ოთახში წავუსვი გუშინ. სხვათა შორის ძალიან სწრაფად ესმევა, ნახეთ. მეორე პირი. და ამას როცა გადაესმე უკვე მესამე პირი. კირის პირი იქნება ულამაზესი. თვითონ პროცესი არის ძალიან ადვილი, წასმის. აი მოზილავ ლამს 4-1-თან, თიხასთან შეფარდებით, აი. ესმევა ეს მსუბუქად. საბოლოო ნამუშევარი იქნება თეთრი, აი ესეთი კირით. ეს საცდელი ვერსია იყო შაშამცადე და საკმაოდ მყარია, წყლის არეშინია და მსუნთქავია. ავი დღეს გეგმაში მაქვს ეს ოთახი დავასრულო და ნაწილი ზალის. ნახოთ რა, როგორ მომცემ საშუალებას ხელი. წელს სამწუხაროდ ტყუილად გეგმავდი ადრე დაწყებას, მინდოდა მორჩენილიყავი, მაგრამ ამ ხელმა ძალიან მაგრად შემიშალა ხელი და გეგმაში მაქვს რომ გავლესო, გეგმაში მაქვს რომ ეს წინა კედელი, ეს ბუხარი და ეს ორი კედელი ამოვაშენო და მე უკვე რა ვიცი ღვთისნებით თუ რამე ყველაფერი კარგად იქნება და ჯანმრთელად ვიქნები. უკვე შიდა მოპირკეთებას შეუდგე რა. რა არის დარჩენილი? ხა დარჩენილი არის აი ეს ტიხრები, ნაწილი გიფსოსი, თითოეულ 1-2 დღის სამუშაო. აი აქ მაგალითად ჭერზე გიფსო, აქ დასამთავრებელი. ტენი მიყვანილია ყველგან, უბრალოდ გადაბმებია საჭირო და რავი, გაზაფხულამდე იმედია ღვთისწყალობით დავასრულებ რა. ნახოთ. აბა, კეთილი იყოს ჩვენი დაბრუნება ამ სახლში. იმედია დამთავრდება მალე და კოხტად და ლამაზად. უსურვოთ ერთმანეთს წარმატებები. მე კიდე გავაგრძელებ ლესვას.